საღამომშვიდობის ეს პირველი არხია და თქვენ უყურებთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტს წიგნების თარო. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორკიფაინძე ვარ და დღეს წიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის მე-4 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აბერტო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მთისფერიცები. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით ჩვენს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ორივე გუნდს მე-8 ფინალში გამარჯვებას, პირველი ეტაპის გადალახვას და იმას, რომ ახლად გახართ ერთმანეთის პირისპირ ორი გამოცდილი ძლიერი გუნდი, იმისთვის, რომ მოიპოვოთ საკუთარი ადგილი ნახევარფინალში, ხო? წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა მოიგოთ, რომ გააგრძელოთ ბრძოლა და საბოლოოდ იბრძოლოთ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად, რომელიც გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. სანამ კემბრიჯისთვის ბრძოლას დავიწყებდეთ, მოდით ნახოთ ძალიან სახალისო ვიდეო რგოლი, რომელშიც ჩანს როგორ ემზადებოდნენ ჩვენი გუნდები ამ თამაშისთვის, ემზადებოდნენ ბრჭყალებში, იმიტომ რომ სინამდვილეში მათ არაერთი სახალისო თამაში ითამაშეს და დადებითად განეწყნენ მე-4 ფინალისთვის. ნახოთ ეს ყველაფერი. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. კაი, ავტორია? ნაწარმოები? სხვადასხვა. რა გოთიდა? ბეჯემზანოვი? ჰარი პოტერი? კაი, სერია ფენტეზი სერია? არა. სამეცნიერო ფანტასტიკა? არა. ვაიმე, რა ვიცი. მე-20 საუკუნის ნაწარმოებია? ადგილია რამე? არა. რა ვიცი, რა დაგვშვა? ნივთიერება რამე? არა. კიდე რა გვაქვს? აი, რა მდგომარეობა? არა. კაი, ამერიკელი ავტორის რამე? არა, ინგლისელი, ქართველი, ინგლისელი. ინგლისელი, მოსაუბრს. რამე ახალმეტყველება რამე ასეთი? ნაცატი? ნაცატი არა და კიდე მეორე? ნაცატი კი. ნაცატია? არა, მაგრამ. მანდედანაა? მოლოკო? არა. რავი, რა საკვებია რამე? პორტუხალი? რა ვიცი. ყველაფერი თქვენ ის გარდა. აი, პერსონაჟი ვარ? არა. ავტორი? კი. ცოცხალი? კი. ქართველი? კი. კაცი? კი. ასაკში ვარ? არც ისე. აკამორჩილაძე ვარ? კი. რაცა კივის? ვიხდა? ეს Single ladies. All the single poker face არის ლედი გას. არა. როგორ არა, კაცო? ზუსტად მაგარი. არა, კაცო. არა. მოიწე კი მაგარი. მიგარი ბიჭო. კი ვიცი რაც არის, მაგრამ მიდი გაგრძელი შენ. ხო სახელია. მიდი უჭოლი. მიდი. Poker face და Joker face არის. ეგ არის მაგრამ. არ არის. ეგ არ არის? ჩიტი გოიტი მოფინალდა. აპლოდისმენტები აბერტოს და მთისფერცებს.
ნელ-ნელა უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ დავიწყოთ თამაში და მე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ასევე წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის, იცხოვრე სრულყოფილად. და რა თქმა უნდა, წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. აი ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ თამაში თანახმანი თუ ხართ. დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც სამყაროს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოევლინა. იგი მთავარი გმირის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. გარდა ნაწარმოებთა სერიაში წარმოდგენილი მისი პროფესიისა, გამოსაცნობი ადამიანი კლასიკურად მომზადებული მსახიობი და ბრიტანეთის სპეციალური ძალების ექსპერტია. პერსონაჟი გამორჩეულია სარკასტული იუმორით, რომელსაც ხშირად იყენებს პროტაგონისტთან დიალოგისას სიტუაციის განსამუხებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიის 2019 წელს გამოცემულ ნაწილში იგი მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგე მოკლა. და თისფერიცები ემი ჯეიმს ბონდიდან ემი, რომელიც მისი ასე ვთქვათ ხელმძღვანელია, ხო, უფროსია და დავალებებს აძლევს ხოლმე. დება მახსოვს. საინტერესო გასვლა, ასე ვთქვათ, ამ ვერსიაზე, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ ლექს. ეს არ არის ემი და მიწევს გავაგრძელო შეკითხვა აბერტოსთვის. და დღემდე გამოსული ნაწარმოებების მიხედვით კვლავ არაფერი შეცვლილა. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობი პერსონაჟი სერიის პროტაგონისტის მეურვე მას შემდეგ გახდება, რაც საოპერო წარმოდგენიდან გამოსულ ოჯახს თავს ტრაგედია დაატყდება. ეს არის ალფრედი. გვარით ხო არ გახსოვთ? ალფრედ პენიუორთი არის ვისი გამზრდელი? ბრიუს ვეინის იგივე ბეტმენი. ბრიუს ვეინის იგივე ბეტმენისო გასცეს მისი საიდუმლოც აგერ პირდაპირ წიგნების თაროს არენაზე. ალფრედზე იყო საუბარი, ალბათ მოგვიანებით თისფერიცებით ჩვენურად მიხვდა, რომ ეს იყო სწორი პასუხი. 3-0 ხდება ანგარიში, წინ გადის აბერტო პირველი რაუნდის შემდეგ. მეორე რაუნდი. ციტატა. თვალებ მილულული და ნაღვლიანი თივაზე გაშოტილი დამხვდა პლატერო და მე. ხადო. ხადო. საკითხული მაქვს და პლატეროზე ლაპარაკი. პოეტური ენით უწერია თვალებ მილულული. თვალებ მილულული სიტყვა გახსოვს? მახსოვს. ბოლოს არ მახსოვს 6 სიტყვაში გამოცნობილი ციტატის რაუნდი. ეს არის ხუან რამონ ხიმენესის პოეტური პროზის შესანიშნავი ნიმუში პლატერო და მე, რომელიც 5 სიტყვის თქმა მოვასწარით 5-6-ის, მაგრამ პირველი სიტყვით გამოიცნო ფაქტობრივად გიორგი ხაინდა, რომ თვალებ მილულულზე რას ვიფიქრებდით ახლა არ ჩავსვამდით, ნაღვლიანიდან დავიწყებდით პირდაპირ ციტატას, მაგრამ ნაღვლიანიცაც მე მგონი. ნაღვლიანითაც შეიძლება. პლატერო და მე 6-0-ია ანგარიში მეორე რაუნდის შემდეგ და ვაგრძელებთ ჩვენს თამაშს. მესამე რაუნდი დოკუმენტური. ახლა თქვენ უნდა დაასახელოთ ნაწარმოებთა ერთგვარი სერია, რომელიც მკითხველმა პირველად გასულ დეკადაში იხილა. იგი ავტორის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო პროზაში. სერიის პირველი წიგნი მან 4 თვიანი მოგზაურობის შემდეგ შეადგინა. იგი იწერდა ძველი დროის ამბებს, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების შესახებ. წიგნი გამოსვლისთანავე შეიყვარა მკითხველმა და 2014 წელს წლის ბესტსელერადაც დასახელდა. სწორედ პირველი ნაწილის წარმატებამ უბიძგა ავტორს, იგი სერიად ექცია. გამოაქვეყნა რა კიდევ 2 წიგნი ამავე სათაურის ქვეშ. შეკითხვის ძირითადი პირობის ბოლოს გეტყვით, რომ ქართველი მწერლისა და პოეტის ეს სერია ავტორის მშობლიურ მხარეზე
კი. აი, გურული დღიურები. გურული დღიურები. სერია. არ ვიცი, მაგრამ გავს. სერია არ ვიცი არის თუ. ადგილობრივი წესჩვეულებები და გვიამბობს ავტორის მშობლიურ მხარეზე, გურიაზე. ეს არის გურული დღიურები, რა თქმა უნდა, გიორგი კეკელიძის ბესტსელერია, განსაკუთრებით პირველი წიგნი ძალიან დიდი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში, როდესაც გამოჩნდა და შემდეგ მოყვა ამას გაგრძელებები ავტორისავე. კიდევ სამი ქულა ემატება აბერტოს, დაასწრეს ამ შემთხვევაში მთისფერცებს, ღილაკზე ხელის დაჭერა და 9-მდე გაზარდეს საკუთარი უპირატესობა. მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. გამოიცანით ისინი, ვინც მკითხველმა გასულ საუკუნეში გაიცნო. ავტორის მიერ ესტონელი ლინგვისტის პოლ არისტესთვის მიწერილ წერილში იგი ხსნის, რომ სურდა ისეთი სიტყვის გამოგონება, რომელიც რბილს აღნიშნავდა. ისინი ხშირად ხდებიან ფილმებისა თუ სერიალების გმირები. მეტიც არსებობს თემატური პარკები, რომლებიც მათ ეძღვნებათ. იაპონური აუდიტორიისთვის დენის ლივსონმა და ლარს იანსონმა მრავალსერიიანი ანიმაციური სერიალი და ფილმი გადაიღეს, რომლებშიც მთავარი პერსონაჟები სწორედ ისინი არიან. ბევრი ექსპერტი მათ სხვა ცხოველებს ადარებს. თუმცა მიუხედავად მსგავსებისა, ეს ოჯახი ტროლებს ისმენთ? მუმინები? ვინ? მუმინები. გილიგანვე მქონდა ვერსია და იმიტომ საყვარელი არსებები. ჩვენ შევაყოლნეთ. რამდენად მყარია ეს ვერსია, როგორ ფიქრობ? ლოგიკაში ჯდება კარგად. არ ვიცი ბექგრაუნდი, მაგრამ პირველი წინადებიდან ეგ ვერსია ქონდა და მაგრამ მე რაღაცეები გაეჭვებდათ როგორც ჩანს. არ გვაიჭირდა არა. ხო, უფრო მეტი შემატება. აქამდე გარისკავდით ასე მგონია. რომ არ დაეჭვებულიყავით. გადაზუსტებული ვერ ვიყავით, მაგრამ მრავალსერიანი ანიმაციური სერიალი და ფილმიო დენის ლივსონმა და ლარს იანსონმა გადაიღეს. არის ანალოგია ესტონეთი და ფინეთით მე ერთი ეროვნული ისა ენობრივი ჯგუფია. ფინო-უგრი ჯგუფი. ამაშია საქმე. ეს მუმინებია, ეს ორი პასუხია ნამდვილად. ეს ორი პასუხია ტუვე იანსონის ძალიან ცნობილი პერსონაჟები, საკულტო, მე ვიტყოდი და ძალიან პოპულარული განსაკუთრებით საბავშვო ლიტერატურაში მუმინები, რომლებიც ესეთი ტროლები არიან, როგორც ძალიან საყვარელი ტროლები. რომელსაც არაერთი ისტორია ეძღვნებათ, ხან კომეტა ვარდება მათთან, ხან ის, ხან ეს და ასე შემდეგ. ტუვე იანსონი იყო ავტორი და ეს ლარს იანსონიც არ ვიცი რამდენად მისი მონათესავე ადამიანია, მაგრამ შესაძლოა რაღაც კავშირი ჰქონდეს. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. ახლა კი თქვენ უნდა დაასახელოთ ერთგვარი ტერმინი, რომელიც გარკვეული ტიპის ადამიანებს აღნიშნავს. მაგალითად, პირველი ასეთი ადამიანი მე-17 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაიბადა. ამის გამო მან გადაწყვიტა საკუთარი ოჯახისთვის დამახასიათებელ ცხოვრებაზე უარი ეთქვა და ნორმალური ადამიანის ცხოვრებით ეცხოვრა. ანგუს ბიუქენენი, რომელიც ასეთი იყო, წერილის ვერ მიღების მიუხედავად მაინც ცდილობდა სასურველ სასწავლებელში მოხვედრეს. ასეთი შეიძლება ეგონოთ ადამიანი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს სხვებთან შედარებით გვიან ასაკში გამოავლენს. ბოლოს გეტყვით, რომ ყველაზე ცნობილი ასეთი ადამიანი დარაჯია, რომელიც მის უცვლელ თანამგზავ მისის ნორისთან ერთად სასწავლებელში. ეს არის კვიბი. ვინ არის კვიბი? არგუს ფილდში. და მისის ნორისი არის მისი კატარა, რომელიც დაძდევს. დაძდევს კი არა, მისი მეგობარი. შენ ბრალსდებ არგუს ფილდს, რომ ის კვიბია. მე მგონი აღიარებს ამ ბრალს. ამიტომ ეს ჩემი პირადი ბრალი არ არის. კიდე სხვა კვიბებიც არიან. წერილის ვერ მიღების მიუხედავად ისინი როგორც ვერ მიიღო წერილი, იგივე პეტუნიასაც იგივე დაემართა. უბრალოდ ხო, ეგ ისეაც კვიბი არ მეყოფილი. ეს ორი პასუხია, კვიბებზე იყო საუბარი ამ შემთხვევაში, იმედია კვიბებს არ ეწყინებათ და არ მიიღებენ ამას შეურაცხყოფლად. პირიქით, ჩვენ გვინდოდა კიდევ ერთხელ აღვენიშნა მათი როლი. არა მხოლოდ მაგთა, არამედ მაგალთა სამყაროშიც კი. მეექვსე რაუნდი, ასოციაცია.
ინჟინერი, სტუმარი, ინოვაცია, პროდუქტი, უბიკი. ეს უკვე რისკიანი ნაბიჯია, გიორგი. აქამდე რაც არ გავიშკა, ეხლა უნდა გამევიდე. ეხლა უნდა გაგერისკა. ყოველთვის მიყვარს ესეთი რისკიანი ნაბიჯები, მაგრამ არ არის ამჯერად სწორი სამწუხაროდ ეს პასუხი. მაგარი გადაობა იქნება? ვაგრძელებ შეკითხვას აბერტოსთვის. მსოფლიო მეცნიერების ცენტრი, გამგზავრება, კაბინეტი, საიდუმლოება, მარსი, მოგზავნილი, ბიელას კომეტა, წინასწარმეტყველება. ამბობთ უკვე? არა. შეჩერება, მისია, სიზმარი. ხალის აკი. დღეს ვერც კითხვები, ვერც მეტოქე, ვერც მე ვერაფერს უხერხებთ აბერტოს, რომელმაც დაძრა თავისი მატარებელი და აღარ ჩერდება. ეს არის ქალის არკეში ალექსანდრე აბაშელის ფანტასტიკური ჟანრის რომანი, რომელიც მიიჩნევა ქართულ ლიტერატურაში თუ არა პირველ, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ პირველ ფანტასტიკურ ნაწარმოებად. ხო. კიდევ უფრო იზრდება აბერტოს უპირატესობა, ჩვენ კი 3 რაუნდი გრჩება სათამაშო, ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა მეგობრებო, მოიკრიბეთ ძალები. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი. მე-7 რაუნდი. ავტორი. ავტორი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, ქვეყნიერებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოევლინა და დღემდე მიიჩნევა, რომ საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივი ცვლილებების დინამიკას საუკეთესოდ აღწერდა. ცნობილია, რომ ავტორს ბავშვობიდან მიწისძვრის შიში ჰქონდა, რადგან ადრეულ ასაკში სახლი სწორედ მიწისძვრის გამო დაენგრა. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, იგი მაინც ცდილობდა უმაღლესი განათლების მიღებას. ჩაირიცხა საიმპერატორო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე, რომელიც უსახსრობის გამო მალევე დატოვა. რაც შეეხება მის მაგნუმ ოპუსს, იგი ერთ ქალაქში მცხოვრები საშუალო კლასის ოჯახის ისტორიას, მეორე მსოფლიო ომისა და იაპონიის აბა უნდა დაასახელოთ ახლა ავტორი მეგობრებო, რომელზეც არის საუბარი. გისმენთ? 3? 2? ლუსიუ. ვინ? ლუსიუ. ხო, არ მგონია ახლა კარგი ვერსია, მაგრამ ვიცი, ვიცი მე ვერც მიაღწია იაპონიამდე, მაგრამ ეს არ არის სწორი. ეს არ არის სწორი პასუხი და დავასრულებ შეკითხვას მთისფერიცებისთვის. იაპონიის ოკუპაციის ფონზე მოგვითხრობს. ვერსია არ ჩანს, 30 წამი იფიქრეთ მეგობრებო. გისმენთ? ჯუნიჩირო ტანიძაკე. რატომ ესე? მე სამფონიანზეც გქონდა ლექსვერსია. ეს არის ჯუნიჩირო ტანიძაკი, ეს სწორი პასუხია აბსოლუტურად. და 2 ქულა მიდის ამ შემთხვევაში მთისფერიცების აქტივში გახსნეს საკუთარი ანგარიში და ესე ნელ-ნელა თუ ამოქმედდებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გქონდათ ვერსია თუ რატო ბრაზობთ? აი, რო დაიწყო. მოდებოდი ჯუნიჩიროს. და მოვიდა და გაუშვა. მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. რაღაცები ყოველთვის მოულოდნელად მოდის, მაგრამ საიბერპანკი ხმა იყო თითქოს. რატო? არ ვიცი. სასწრები. ხო, მაგრამ მას დასწრება შეიძლება. არა. კაი. ბიჭო
აჭერს მთისფერიცები? ეგ ქვია? ხო. ჯეკი და ჯადოსნური ლობიოს მართვალი. არ ვიცი რა ქვია ზუსტად. ეგ მე. ეს არ არის სწორი პასუხი. ის იმენა ისინი არის. ვინც არ არის სწორი პასუხი? მეუბნები დანიშვით არ დებოდი. გააგრძელოს ყურება აბერტო. ვიცი გასო გვაქვს რო. საყვი. არა. რეგულებს აქვს საყვი. არა, გულანცა აქვს საყვი. გულანცა აქვს საყვი. რაკონები არის? ნიბელუნგები არის ხაფი. ხო, მაგას არ მაქვს. მაგრამ ჩემთან არის ნიბელუნგები ყავი. მე რა. ეს სიგურდები, სიგურდები არ შეიძლება. არ ვიცი რა ზეიმა რა. ის ხო არ არის სერგევენი და ვერსია არ ჩანს 30 წამიაქვს ფიქრისთვის აბერტო. სკანდინავი არის, რა ქვია, თოვლი არის, რაღაცა გამოგონილი არსებები რაღაცები. ერთა მიანეთან აი მუსიკანი მეხوار. ვიკინგები ხო არა? ვიკინგები რა ვიკინგები? არა, ჩოლები ასე არის. მეორე, კიდე ისინი ერთი წამი დრაკონი თუ იყო, რა ქვია, ბიოლოგიაში არის ფაფნიერი დრაკონი რა, რომელიც აგურებს და მე ადამიანის დაიცეს მაგისგან სიგურდი შეიძლება ეს სიგურდი საყვირივით ეჭე, საყვირივით როლანდს აქვს, მაგრამ როლანდი არ არის რანაირად. არა, როლანდი არ არის. სამი? კაი, რაღაცა. ორი? ვერსიის ნოზე ნიბელუნგების ბეჭედი. ნიბელუნგების ბეჭედი. ხო. კიდე რა ვერსიები გქონდათ? ბეოვულფი, მარა. ბეოვულფია? სერგევენი და რატო დაბლოკეთ ბეოვულფი? და არ მოგეწონათ? დრაკონიც არის, საყვირიც არის, რა ვიცი, ყველაფერია ბეოვულფში და კიდევ რაც ჩანდა აბსოლუტურად. ეს ბეოვულფია და არა ნიბელუნგების ბეჭედი. თავიდანვე გქონდათ ვერსია მომესმა და ფიქრობდი რომ საბოლოოდ გადაწყვეტდით ამ ვერსიას სწორედ მაგრამ არ გადაწყვიტეთ. ასეა თუ ისეა, ანგარიში კვლავაც არის 18-2 და ბოლო რაუნდი უნდა ვითამაშოთ. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა და ორ ნაწილად გამოქვეყნდა. ერთი ვერსიით ავტორისთვის ინსპირაცია რალფ უოლდო ემერსონის ესეები, განსაკუთრებით ტრანსცენდენტალისტი იქცა, რომელთან პარალელებს ხვდებით კიდეც ნაწარმოებში. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი გამოცემისას წარმატებული არ ყოფილა, დღემდე მიიჩნევა ქვეყნის ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად. კვლევართა აზრით, წიგნი ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც შეიცავს. ლოურენს ბუელი წერს, რომ მთავარი პერსონაჟი იმედგაცრუებული ავტორის მარტინ დენი. რა? მარტინ იდენი. ხო. იმედგაცრუებული ავტორის. იმედგაცრავი ავტობიოგრაფია და მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა? გონი, ბოლო 10 წლებში შეიძლება. ეს არ არის სწორი პასუხი. ხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას აბერტოსთვის. იმედგაცრუებული ავტორის სახეა. გამოსაცნობი მოთხრობა BBC News-მა 100 ყველაზე გავლენიანი ნოველის სიაში შეიყვანა. რაც შეეხება გამოსაცნობი მოთხრობის შინაარსს, ის ერთი დაუფასებელი პროფესიის განსაკუთრებულ წარმომადგენელზე მოგვითხრობს, რომელიც უცნაურობითა და თავისებური სიჯიუტით გამოირჩევა. ფართობი გადამწერი. გინდა ვინ? ფართობი გადამწერი. მეუვილი ძიმე გადამწერი. ორი დღის წინ გავარჩიე და ათქმევინეთ მარიამსაც რაღაცის თქმა უნდა. შინელის კონტრასტია ეს. შინელის კონტრასტი. აჰა. ხო. ფართობი გადამწერი. და 1850 და რაღაცა წელი. ხდება. და ჩინაში. ეს სწორი პასუხია, მეგობრებო, ეს სწორი პასუხია. ჰერმან მელვილის ბარტლბი გადამწერი. თული შეკითხვა იყო და აბერტომ ბოლოს მაინც უპოვა გასაღები და გახსნა კიდევაც ეს შეკითხვა და მიიღო კიდევაც დამსახურებული 3 ქულა საკუთარ აქტივში. ამგვარად პირველი ეტაპი გავიარეთ. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, სადაც უკვე უნდა გამოვავლინოთ, რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ სამშობლოს. ციგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი.
წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. პირველი ქართული რაუნდი ისტორია. დაასახელეთ ადამიანი საქართველოს ისტორიიდან, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ქვეყნის დასავლეთში დაიბადა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა და მალევე ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა ბათუმის აეროპორტში. აქ იგი აქტიურად იყო ჩართული მფრინავთა, პლანერისტთა, პარაშუტისტთა და ავიამოდელისტთა კადრების მომზადებაში. ალექსანდრე ქართველი. ალექსანდრე ქართველი. ალექსანდრე ქართველიშვილი. ქართველიშვილმა დაწერა. ჩვენი წინა სეზონის ჩემპიონის მოსახელე სრული, ხო? ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. დაჭერა რომ ესე გაგიხარდება. და ვაგრძელებ შეკითხვას აბერტოსთვის, რომელიც მე მგონი ამავე ვერსიაზე აპირებდა დაჭერას და ახლა უფრო მეტი შანსი აქვს. ავიამოდელისტთა კადრების მომზადებაში წარმოებიდან მოუწყვეტლად. დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 24 წლის ასაკში. 2013 წელს ბათუმის აეროპორტის შესასვლელთან გაიხსნა მისი ბიუსტი. მას დაასახელეთ ეს ადამიანი, თუ გეტყვით, რომ ის პირველი ქართველი მფრინავი ქალია. ფადიკო გოგიტიძე. ეს არის ფადიკო გოგიტიძე, ნამდვილად ეს სწორი პასუხია. ფადიკო გოგიტიძე, ცნობილი ქართველი მფრინავი ქალი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა და მიუხედავად ამისა მოასწრო ბევრი რამის შექმნა ცხოვრებაში. ორი ქულა აბერტოს და მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. შეეცადეთ გამოიცნოთ გეოგრაფიული ობიექტი, რომლის სიგრძეც 39 კილომეტრს შეადგენს. ეს მტკვრის მარჯვენა შენაკადია და სათავეს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე იღებს. ის ცენტრალურ ქართლში გორის მუნიციპალიტეტში მიედინება. ლიახვი? ლიახვი? გორში. გორში არის. მტკვრის მარჯვენა შენაკადი. იქიდან მარჯვენა არ უწევს. ეს არ არის სწორი პასუხი. ვიცოდით რომ იცოდი გამგეგორე. ლიახვს დამასწრე. ვაგრძელებ შეკითხვას მთისფერიცებისთვის. ცენტრალურ ქართლში გორის მუნიციპალიტეტში მიედინება. საინტერესო ამ ჰიდრონიმის ეტიმოლოგია. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ მისი სახელი წარმოიშვა სიტყვა ტინისგან, რომელიც კლდეს ნიშნავს. უფრო სარწმუნო ვერსიით ის შეიძლება ნიშნავდეს მდინარეს, რომელიც ერთიანია, უშენაკადოა. შესაბამისად, ერთიანი ტანი აქვს. ტანა. ეს არის ტანა, ეს სწორი პასუხია. თანდათან მარტივად ერთიანი ტანის გამო შეარქვეს ქართველებმა ტანა. ასე ჰქვია ამ მდინარეს დღესაც. ორი ქულა მთისფერცებს და გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. მინახავს ტანა და მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. დაასახელეთ ის, რაც პირველად ადრეულ მე-10 საუკუნეში გვხდება. თავად ტერმინი, რომლითაც მას მოიხსენიებენ, მე-14 საუკუნეში გამოჩნდა. მის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს დედაბრული ხელი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშად კი მე-11 საუკუნეში შექმნილი ბაგრატ მეოთხის სიგელი მიიჩნევა. წინამორბედისგან გამოარჩევს ფორმების მომრგვალება და თითქმის ყველა შემთხვევაში ერთიანი კონტური. ბოლოს გეტყვით, რომ სწორედ გამოსაცნობი დამწერლობა წარმოადგენს ქართული დამწერლობის განვითარების აბა გისმენთ? ასომთავრული. ეს არ არის. მეორე. ასომთავრული ბევრად უფრო
ვერ გავიცანთ რომ ძველია ვაგზელებ შეკითხვას აბერტოსთვის და დავასრულებ. ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო საფეხურს. ხედრული. ეს არის მხედრული. აიხარე გამე. ეს სწორი პასუხი ამ მხედრული დამწერლობა არის სწორი პასუხი. როგორც ჩანს, პირველი ნიმუშები ძალიან ადრე გვხდებოდა. მგლოვანს ფიქრობდით? არა, ხუთს და მაგის დაჭერა გვინდა. არა, აი აქ საინტერესო ზუსტად ეგ იყო რომ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ვერ დავაფასეთ მისი სიძველე. ხო, სიძველე და მე-14-ში შეერქვა სახელი და ბაგრატ მე-4-ემ გამოიყენა. ბოლო არ მოგოჩინა? არა, ძალიან გვიან დამკვიდრდა ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ჯერ კიდევ ზუსტად ასომთავრული იყო იგივე ბევრად უფრო ადრე, ხო? სიონზე შესრულებული წარწერა და ასე შემდეგ. ქართული რაუნდები ამოვწურეთ და მოდი ზოგად რაუნდებზე გადავიდეთ, ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები მოგზავნოთ. ოკეი, ვიდეო. გიორგი და ლექსი ითამაშებენ ხელოვნების რაუნდს, მოემზადეთ მეგობრებო. პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. დაასახელეთ მე-14 საუკუნის ბოლო მე-4-ში დაბადებული ხელოვანი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია კონკრეტულ დარგში. ვარაუდობენ, რომ ის ამჟამინდელი ბელგიის 5 ფლამანდიური პროვინციიდან ერთ-ერთში დაიბადა. მისი შემოქმედება ძირითადად რელიგიურ სიუჟეტებზეა დაფუძნებული. ლექს. პიტერ ბრეიგელი. ბრეიგელი. ბელგიას სხვას ალბათ ვერავის გავიხსენებ. და ამიტომ იყო ეს არა, სწორი პასუხი მაშინ მეც პირდაპირ გეტყვი. არ არის ბრეიგელი, აღარც ჩაგეკითხე უფროსი თუ უმცროსი, იმიტომ რომ გამოსაცნობი ხელოვანი ძმებთან და დასთან ერთად იზრდებოდა. ხატვარს ჩრდილოეთის რენესანსის ადრეული ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლადაც მიიჩნევენ. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც პორტრეტის დიდოსტატს. მას დამისახელეთ ეს ხელოვანი, თუ კი გეტყვით, რომ მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის შეგვიძლია ვახსენოთ კანცლერ როლენის ღვთისმშობელი და არნოლფინების ოჯახი. იან ვანეიკი. ეს არის იან ვანეიკი, აპლოდისმენტები, ნამდვილად არნოლფინების ოჯახი ალბათ ყველაზე ცნობილი ნახატი იან ვანეიკის შესრულებით. აქვე მინდა კიდევ ერთი მიზეზით დაუკრათ ტაში გიორგის, იმიტომ რომ ეს არის მისი 21 თამაში წიგნების თაროში, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ამ ეტაპზე იმეორებს გეგა ხაჩიძის რეკორდს, რომელმაც თავის 21 თამაში მოიგო კიდევაც წიგნების თარო და გახდა ჩემპიონი. გიორგი კი ამ თამაშის მოგების შემთხვევაში გადაასწრებს გეგას, იმიტომ რომ მოუწევს კიდევ ერთი თამაშის ჩატარება როგორც მინიმუმ. თუმცა აქამდე უნდა მივიდეთ ჯერ. ყოველ შემთხვევაში 2 ქულით კიდევ უფრო წინწაწია საკუთარი გუნდი ხელოვნების რაუნდში. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მარიამ, გიორგი, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. დაასახელეთ ერთგვარი ფენომენი, რომლის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს. საუკუნეების განმავლობაში ის აქტიური კვლევის საგანი იყო, თუმცა ბიჰევიორიზმის დაბადებამ, რომელმაც ტაბუ დაადო სუბიექტური გამოცდილების მნიშვნელობას, ის მეცნიერულ ჩრდილში მოაქცია. 1980-იანი წლებიდან კოგნიტიურმა რევოლუციამ შინაგანი სუბიექტური ნაწილები ისევ პატივსაცემ საგნად აქცია და მეცნიერები მის კვლევასთან დააბრუნა. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობი ფსიქოლოგიური ფენომენი ერთი გრძნობის პარალელურად მეორე გრძნობის გააქტიურებას, მაგალითად ფერად ყნოსვას ან ფერად სმენას გულისხმობს. 3 2 1 მცირე ფორმებით ძალიან ბევრ ადამიანს აღენიშნება ხოლმე ეს, როდესაც რაღაცა ფერს ანიჭებენ ამა თუ იმ უფერულ ცნებას, ხო? ნაბუკავს აქვს და ცოლსაც და შვილსაც. შესაძლოა, ხო, ზოგს ძალიან მძაფრად აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ ფერებად აღიქვამენ, ან პირიქით თქვათ, სუნებად აღიქვამენ და ასე შემდეგ. ეს არის სინესთეზია, მეგობრებო, სინესთეზია. სინესთეზია. სპორტის რაუნდზე ვითამაშოთ.
ნიკა, ლიზი. მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. ახლა თქვენ უნდა დაასახელოთ სპორტსმენი, რომელიც მე-20 საუკუნის მიწურულს ჩრდილოეთ ლონდონში დაიბადა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას წინ უსწრებდა 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი თამაში. რამაც სპორტსმენს ძირითად ნაკრებში გამოძახების გარდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მოუტანა. ნიგერიული წარმოშობის ეს მორაგბე კლუბშიც და ნაკრებშიც შეუცვლელია მხტომელის პოზიციაზე. ბოლოს გეტყვით, რომ სარასენსთან ერთად მას არაერთხელ მოუგია ინგლისის პრემიერშიპი და ევროპის ჩემპიონთა თასი. ხოლო ინგლისის ნაკრებთან ერთად სამჯერ მოახერხა 6 ერის გათამაშების პირველ ადგილზე დასრულება. მორჩა. კაი, იმედი მაქვს, რომ ხტომელი არის 4 ნომერი და იყოს მარო იტოჯი. მარო იტოჯე? მარო იტოჯი. ესე ქვია აფრიკული წარმოშობის არის ვიცი. იტოჯე გავს გვარს, აი ჯე და რაღაც. მარო იტოჯი. მარო. ვინ არის მარო იტოჯე? იცით ვინ? სხვა თუ არა უშავს რა. მარო იტოჯე სწორი პასუხია. ნამდვილად ამ გამორჩეულ კონსპექტიულ ინგლისელ მორაგბეზეა საუბარი, მარო იტოჯეზე. გყარებია რაგბი ნიკოლოს. ბატონო. ბლიცის მოთამაშეები მაგიდებთ. გიორგი და გიორგი ითამაშებენ ბლიცს, აბერტოს შეუცვლია ბლიცერი. აჰა, საინტერესოა. ოღონდ, შეუცვლია ისეთ ნათქვამია ეხლა. აქვთ საშუალება. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. პირველი აბერტოს გიორგისთან უნდა ვითამაშო, ანუ გიორგი ხაინდრავასთან, გიორგი მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალი აბდულრაზა გურნა. ესა ზანტანია. ტანზანია, რომელ საუკუნეში დაიწერა ფლობერის თუთიყუში? მე-19, მე-20. სწორია, ჯორჯ მარტინის ხმლების? გრიგალი. სწორია, რაინერის დაიწერა ლოლიტა? ინგლისურ. სწორია, რომელ საუკუნეში დაიწერა პანი? მე-19. სწორია, სადორი მწერალი ელის უოკერი? ამერიკელი. სწორია, რომელი წელს პერსონაჟია დორიგო ევანსი? ესა ფლენეგანი. სწორია, პის ცხოვრებაში რა არსება რიჩარდ პაკერი? ვებხვი. სწორია, ხალით ჰოსეინის მთებს? უთხრეს. სწორია, აზიმოვის რომელ წიგნში ხვდებით ჰარი სელდონს? ესა დასაბამი. სწორია, რაგვარია ანა კარინინას ავტორი ლევი? ტოლსტოი. სწორია, რომელი სუპერგმირის ნამდვილი სახელია ჰალ ჯორდანი? შემდეგი. მწვანე ლამპარი, სადორი მწერალია გაბრიელ ტანიე? ქართველი. სწორია, ვის პიესაა გაუგებრობა? კამიუ. სწორია, სკანდინავიური მითოში რა არსებები არიან ჰუგინი და მუმინი? ყვავები, ყორნები. სწორია, იტალო კალვინოს თუ ზამთრის გამი? მოგზაური. სწორია, საოდრო ემილის ხვდებით ლინდგრენის სიგნის სათაურში? ფალკროკელი. ლიონე ბერგელი, რომელი მწერალი გვიამბობს მარსის ქრონიკებზე? ესა ბრედბერი. სწორია, ვის წიგნია წყურვილი სიცოცხლისა? ირვინგ სტოუნი. სწორია, რის ყვავილებია ბოდლერის კრებულის სათაურში? ბოროტები. სწორია, ვინ დაწერა ნეირომანსერი? გიბსონი. სწორია, რომელი მწერლის პერსონაჟია ადრიან ლევერკიონი? ესა რა ქვია, მანი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 19 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები გიორგის. მე კი ვინაცვლებ გიორგი გამგებელთან, რომელიც ამჯერად ითამაშებს ბლიცს. მზად ხარ ამისთვის? კი. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადავრი მწერალია ჩიმამანდან გოზიადიჩი? ნიგერია. სწორია, რომელ საუკუნეში დაიწერა დასასრულის განცდა? 21. სწორია, ჯორჯ მარტინის დრაკონებთან? ცეკვა. სწორია, რაინერის დაიწერა ლუჟინის დაცვა? რუსულ. სწორია, რომელ საუკუნეში დაიწერა მისტერიები? მე-20. მე-19 სადორი მწერალია ტონი მორისონი? ამერიკა. სწორია, რომელი წელის პერსონაჟია მაიორი? ისა ჰელერ. სწორია, კინგთან რა არსებაა კუჯო? ძაღლი. სწორია, ხალით ჰოსეინის 1000 მოელვარე? სწორია, აზიმოვის რომელ წიგნში ხვდებით ენდრიუ ჰარლანს? ისა მარადისობის დასასრული. სწორია, რაგვარია იდიოტის ავტორი ფიოდორი? სწორია, რომელი სუპერგმირის ნამდვილი სახელია ოლივერ ქვინი? ისა ფლეში. ის არის სადორი მწერალი ეკიკაბე? ქართველი. სწორია, ვის პიესაა ცხრაკლიტული? სარტრი. სარტრი, ბერძნულ მითოში რა არსება ამალთეა? ამალთეა ცხენი. თხა იტალო კალვინოს უხილავი? ქალაქები. სწორია, სადორი ბავშვებს ხვდებით ლინდგრენის სიგნის სათაურში? ბიბლიები. სწორია, რომელი მწერალი გვიამბობს პლანეტა გეთენზე? ლეგუინი. სწორია, ვის წიგნია გოგონა მარგალიტის საყური? ისა ტრეშევალი. სწორია, როგორი ყვავილებია გალაქტიონის კრებულის სათაურში? არტისტული. სწორია, ვინ დაწერა ბნელი მატერია? კაუჩი. სწორია, რომელი წელის პერსონაჟია იოზეფ კნეხტი? ისა ჰრაბალი. ეს ვის ეკუთვნის ლევიათანი? ისა შემდეგი ჰობს. დრო ამოიწურა.
გიორგიმ დააგროვა 17 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ კი მეოთხედფინალში ფიქსირდება ანგარიში 48-21 და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აბერტო გადადის ნახევარფინალში. გილოცავთ მეგობრებო. გუნდი ნახევარფინალშია, ბრძოლა გრძელდება და სანუკვარი მიზნები სულ უფრო და უფრო ახლოს მოჩანს. გისურვებთ წარმატებებს მომდევნო ეტაპზე. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ აბერტოს და მხურვალი აპლოდისმენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და გუნდს მთისფერიცები. ძალიან მაგარი გუნდი გამოეთიშა მეოთხედფინალს, ბუნებრივია მეოთხედფინალში ყველა მაგარი გუნდია, უკვე აქ აღარ არის გუნდი, რომელმაც შეიძლება რომ ვერ მოიგოს ტურნირი, მაგრამ ამჯერად მთისფერიცები ეთიშება, დასანანია, მაგრამ რას ვიზამთ, გული არ გაიტეხოთ. მაყურებელს დავემშვიდობები. გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით ციგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი